კონსერვატიზმის უპირატესობა რა არის? თავარი უპირატესობა კონსერვატიზმის. ვიმე ღმერთო ჩემო. ამას მოკლე პასუხი გავცეთ, ეხლა ერთ. მოდი ასე თქვათ რა. ვისაც უნდა ეროვნულობა, ვისაც უნდა თვითყოფადობა, ქართველობა, ვისაც უნდა, ეგ არის შესაძლებელი კონსერვატიზმის პირობებში. ლიბერალიზმის პირობებში ნიშნავს ქართველობის, ეროვნულობის, ფასეულობების დათმობას და გახდომას კოსმოპოლიტური შეხედულებებით უნდა ცხოვრობ. ანუ გლობალისტური სახელმწიფოს მოქალაქე უნდა გახდე. ირაკლი, შენ ცოტა ესე დოქტრინალურად ახსენი და მე უფრო მუშურ გლეხურად ახსნე. კონსერვატიზმი არის ადამიანის ყველაზე ეფექტური მდგომარეობა, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებულია სამყაროს წესებთან და აქედან გამომდინარე შენი ცხოვრების ხარისხიც უფრო კარგი იქნება. ანუ რას გულისხმობ? უფრო დაცული იქნები, უფრო მეტი დოვლათი გექნება და შენ რა კულტურის და რა იდენტობის მატარებელი ხარ, მაგას უფრო ეფექტურად გაავრცელე. აი ეგ გაძლევს კონსერვატიზმს. ჩავაქსო ჩემს ორ სიტყვასაც რა არის თავარი უპირატესობა კონსერვატიზმის. კონსერვატიზმის შინაარსი დგას იდეაზე, რომ ესა თუ ის ტრადიციული კულტურა არის მნიშვნელოვანი ამ ერისთვის და ამ მნიშვნელობის ირგვლივ უნდა აიგებოდეს ერის სამოქმედო ტაქტიკა. ამ კულტურის, ამა თუ იმ კულტურის რელიგიური შინაარსის მნიშვნელობა გულისხმობს, რომ მის ირგვლივ ბევრად მაგრად, ეფექტურად, მაღალი мотивაციით არის დარაზმვადი ერი. ანუ შეკრულია ერი და ერთმანეთის გამტანია ერი. ამიტომ კონსერვატიზმის უპირატესობა ლიბერალიზმის საპირწონით, რომელიც გულისხმობს, რომ ყველამ თავისი რაც უნდა აირჩიოს, რა შეხედულებებიც უნდა და მის ირგვლივ აწყოს თავისი ცხოვრების ფორმულა. ესეთი ვერსია სამყაროს გულისხმობს, რომ შენ დიდი ბმა არა გაქვს მეზობელ ვიღაცა შენთან თანამოქალაქეებთან, იმიტომ რომ მისი შეხედულებები, ფასეულობები და წარმოდგენები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს შენისგან და ამიტომ ჯგუფურობისგან და შეკრულობისგან და ურთიერთგატანისგან და გაქვთ ბევრად ნაკლები. კონსერვატიულ საზოგადოებებში, სადაც აღიარებულია ფუნდამენტური როგორც წესი კი არა კონსერვატიზმი გულისხმობს ხოლმე რელიგიურობას, რელიგიური შინაარსი და ობიექტურობის განცდა ამ ფასეულობების მნიშვნელობის შეკრულობა და ურთიერთგატანა ამ კულტურის წევრების არის ბევრად ძლიერი, ამიტომ ბევრად დარაზმული და ურთიერთგამტანია ხოლმე საზოგადოების ორგანიზება ყველა მხოლოდ. აქედან გამომდინარე, რომ მედეგია და თავდაცვის თვალსაზრისით ეფექტურია. არ მომწონს შეკითხვის ეგრე დასმა. უპირატესობა რა აქვს და უპირატესობის მიხედვით რომ უნდა ავირჩიოთ. აი ასეთი შეკითხვა რო დავსვათ, რომ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, ამას რა აქვს უპირატესობა? რა უპირატესობა აქვს ამას? ხომარჯობია ვილაპარაკოთ ინგლისურად. ყველაზე მეტი ადამიანი რა ენაზეც ლაპარაკობს და ყველას რაც ესმის, იმ ენაზე ხო არ ვილაპარაკოთ, ასე შეკითხვის დასმას. ვიღაცისთვის ეგ ვიღაცა სვავს ასე შეკითხვას და ვიღაცა პასუხსაც ცემს, რომ კი ჯობია ინგლისურად რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, მაგას აქვს ის უპირატესობა, რომ ჩვენ განსხვავებული თვითყოფადი კულტურა ვართ და ერთმანეთის გატანაში უფრო ძლიერები ვართ. აქედან გამომდინარე ჩვენ თუ საკითხს მიუდგებით, ასეთ რაღაცებს არ მივაქცევთ ყურადღებას, ვიქნებით ინდივიდები ცალ-ცალკე და ძალიან სუსტები, იმიტომ რომ კოლექტიური ის არ შეგვეძლება მოქმედება. ამიტომ რა უპირატესობა აქვს? საერთოდ თუ გინდა რომ საქართველოს არსებობდეს, ქართველობა არსებობდეს, ეს კონსერვატორობაა და თუ გინდა რომ რაღაც ევროპელი გახდე, დასავლელი გახდე და მნიშვნელობა არ ქონდეს საერთოდ ქართველობას, ეგ ლიბერალიზმია.
შეიძლება მეც ორი სიტყვა ვთქვა, რა ვიცი, ყველა თქვენი კონცეფცია ჩამოაყალიბეთ და აბა ის ვიშენკანა ტორწე. ჩემს არის კონსერვატიზმი, არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც აქვს შანსი, რომ არ დაემართოს ის სიგიჟე, რომელიც ემართება ყველა სხვა იდეოლოგიას. მაგალითად, ლიბერალიზმი ამბობს, რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება. თავისუფლება ცუდია, არა, თუ თავისუფლება კაი ღირებულება, უბრალოდ როგორც კი თავისუფლება ხდება ღმერთი, გადადის მარაზმში. ან ვიღაც აი ულტრანაციონალისტი, ნაცისტი როა იყო, ხო? შენი ერი რო გიყვარს, ეგ ცუდია? არა, მაგრამ ეგ თუ ღმერთი ხდება, გადადიხარ მარაზმში. ან მაგალითად, ცუდია რომ ხალხი შიმშილით არ ყვდებოდეს და ვიღაცები არ ყოლებდნენ? არა, ცუდი არ არის, მაგრამ ეგ თუ აბსოლუტში აიყვანე და ამბობ, რომ თავარია ხალხს გადაუნაწილოთ როგორც კომუნისტები, ხო? გადადის მარაზმში. ერთადერთი არის იდეოლოგია კონსერვატიზმი, რომელიც კითხვაზე რა არის შენი ღმერთი, პასუხობს, რომ ჩემი ღმერთი ღმერთია. და ყველა დანარჩენი თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ემპათია, ეგ ყველაფერი არის ჩემ ღირებულებით სისტემაში, მაგრამ არ არის აბსოლუტი. ჩემი აბსოლუტი არის ღმერთი და იმისგან გამოდის ყველა დანარჩენი ეგ ღირებულება. ამიტომ ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც შანსი აქვს, რომ აი იმ მარაზმში არ გადავარდეს, რომელიც ყველა სხვა იდეოლოგიას ემართება, ეგ არის კონსერვატიზმი. კონსერვატიზმი თავად ეყრნობა უფრო მაღალ რაღაცა აზრს, იდეოლოგიას, წმენას, რაც გვინდა ის დავარქვა და ჩვენი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი პოზიცია მე დიდად დოქტრინალური თვალსაზრისით ამაზე ჯერ ყოველ შემთხვევაში კაცობრიობა არ არის შეთანხმებული, მაგრამ ჩვენ ვართ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას რომ მომხრე ამ წარმოდგენის, რაც ამას წინათ თქვი, ეს არის ქრისტიანული დემოკრატია. ქრისტიანული დემოკრატია, აი ცოტა რო უთხრა ხალხს ეგ რას ნიშნავს? აი მოდი ორი სიტყვით. გუდლებმა უნდა მართონ ქვეყანა? ქრისტიანული დემოკრატია ორი სიტყვით რო ვთქვათ, არის ძალიან მარტივი რაღაც. ეხლა ხო გვაქვს ჩვენ ლიბერალური დემოკრატია. ანუ ლიბერალური დემოკრატია რა არის? უმრავლესობა გადაწყვეტს, უმრავლესობა მართავს, იმიტომ რომ დემოკრატია და ვიღებთ კანონებს ამ უმრავლესობის ნების შესაბამისად. ხო, ეს უმრავლესობა გადაწყვეტილებებს იღებს ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში. ანუ ლიბერალური იდეოლოგია თავისთავად გულისხმობს თავისუფლების, ცნების რაღაც პრიმატს, რომელიც სიგიჟემდე შეიძლება წავიდეს და წავიდა, იმიტომ თუ თავისუფლება აპრიორი ჩვენთვის აბსოლუტია, მაშინ თუ ბავშვს მოუნდა ქიმიური კასტრაცია, იმიტომ რომ მას რაღაც ტრანსგენდერებმა ეს ასწავლეს თავისუფლების ფარგლებში, ეგეც უნდა მოსული უნდა იყოს. და დასავლეთი მაგ ეტაპამდე მივიდა, რომ ბავშვის ქიმიური კასტრაცია ნორმად აქციეს, იმიტომ რომ თავისუფლება ეგრე მოიწვა. ადამიანი თავისუფლდება ყველაფრისგან, მათ შორის საკუთარი სქესისგან და აქედან გაჩნდა მათ შორის ნება გენდერი. თავისუფლება მოიტანა გენდერის ცნება, იმიტომ რომ თუ ყველაფრისგან თავისუფლები ვართ, მათ შორის ადამიანს იმის უფლებაც უნდა კონდეს, რომ საკუთარი სქესზეც თავისუფალი თავის ბიოლოგიისგანაც ყველაფრისგან თავისუფალი. ქრისტიანული დემოკრატია არის, რომ ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება კანონშემოქმედება, გადაწყვეტილებები, უმრავლესობის პრიმატი, ამ ყველაფრის ჩარჩოთ იქნება არა ლიბერალური ადამიანის უფლებათა კონცეფცია, არამედ ქრისტიანული მორალი.